მოგესალმებით, მეგობრებო. დავბრუნდი შემდეგი ვიდეოთი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ რა თქმა უნდა ჯერჯერობით სამზარეულოს გარშემო, კულინარიის გარშემო და თემას ეხლა პარალელურად ვფიქრობ. დიდად მომზადებული არ მაქვს. ერთ რამაზე ვფიქრობდი და მაგას გაგიზიარებთ. ხო არის რომ რაღაცებს ათამაშებენ 100,000 გამომწერზე. აგერ რომელიღაცა იმას ბინას ათამაშებს მე მგონი და 100,000 გამომწერზე მე გავათამაშებ ჯოსპერს. მაგარი იქნება, ხო? ჯოსპერი რო გავათამაშო. დამიწერეთ კომენტარებში ვინ იცით რა არის ჯოსპერი. ჩემ მამა ორებელმა 180 კაცმა წესით იცის. მაგრამ ხო, თუ ვინმე ახალი ხართ და არ იცით, დამიწერეთ რა არის ჯოსპერი. და როგორი იდეა რო გავათამაშო 100,000 გამომწერზე. საკმაოდ ძვირი ღირს. კაი ჯოსპერი ღირს 25,000 დოლარი. კაი ჯოსპერი რო ჩამოიტანო დიდი რა ხო იცის. განიერი რო არის რა. და ორსართულიანი. კაი, დღევანდელი ჩვენი თემა მოდი იყოს მაშინ რა ხარ შევეხი ჯოსპერს. იყოს სტეიკი. მართალი ხარ. იყო სტეიკი, მე ყველაზე მეტად კაი ავხსნი რა არის ჯოსპერი, ხო? ჯოსპერი არის ესე იგი ღუმელი და გრილი ერთდროულად რა. ანუ ნახშირზე მაყალი რო ვეძახით, ეგეთი ვარიანტია, ნახშირზე ინდება გრილის ბადე და იხურება და თავის წნევები აქვს და დიდი ტემპერატურა. ხო და რამდენი ხანია ჯოსპერზე არ მემუშავია. მაგრამ ჩემი ყველაზე საყვარელი დანადგარი არის დანადგარებს შორის და ამიტომ ხო რატომაც არა 100,000 გამომწერზე სანამ 100,000 გამომწერზე ავალ გაიაფდება კიდეც. გავათამაშებ ჯოსპერს. ხო და მან მზადდება ყველაზე კაი სტეიკი. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ აქვს საკმაოდ მაღალი ტემპერატურა. შენზეა დამოკიდებული რომ რამდენ ნახშირს შეყრი და გააგვივებ ან ნაკვერცხალზე არის რა დენზე და გაზზე არა ნაკვერცხალია ცოცხალი. ხო და შენზეა დამოკიდებული როგორ გააგვივებ და რა ტემპერატურას დაიჭერ, მაგრამ როგორც წესი უნდა იყოს მაღალი ტემპერატურა, იმიტომ რომ კარგად მომზადეს პროდუქცია. არ მხოლოდ სტეიკი, არამედ ნებისმიერი სხვა პროდუქცია, რაც შეიძლება შეიწყვეტს გრილზე. ან თუნდაც ტაფაზე პრინციპში, ხო? თან წვავს, თან ნახევრად აცხობს სავით, მაგრამ იმხელა ტემპერატურაა, რომ ეს მთელი არომატები ტრიალებს და ბრუნავს. ხო და სტეიკზე ვთქვათ ახლა გაცრავთ, ორიოდე სიტყვა. სტეიკი, საქართველოში რა სტეიკები გვაქვს გავრცელებული? ვაგიუ, კაი ხო. ხუმრობ ეს იშვიათად აქეთ ვაგიუ, კობი, ეგეთები. მაგრამ რაც არის გავრცელებული, ეს არის ფილე მინიონი. ფილე მინიონზე ჩვენ ვამბობთ რომ დიდად ეს სტეიკის კონკრეტულად კლასიფიკაციაში არ გადის, იმიტომ რომ რატო ფილე მინიონი რა არის? ფილე, ხო? საქონლის სუკისგან მომზადებული კერძი. და საქონლის სუკისგან მომზადებულ კერძს ქვია ფილე მინიონი, როდესაც დაჭრი ესე ბუთხუზე ნაჭრებად. და ნუ იქ არის მე აი ამ ფილე მინიონით მოკლედ რამოდენიმე ნაჭერი იგივეა, მაგრამ რამოდენიმე ვთქვათ საიზად რო დაჭრი, სხვადასხვა ზომებად რო დაჭრი, სხვადასხვა სახელი ქვია რა. თორე ხორცი იგივეა, მომზადების ტექნიკა თითქმის იგივეა რა. მაგალითად არის შატობრიანი, იგივე სუკის განზადება, უბრალოდ უფრო დიდი ნაჭერი არის და შეიძლება როგორც საზიარო ისიც მიიჩნევა. არის მედალიონები პატარა, ხო? და ძირითადად ეგ არის და ფილე მინიონი არის მაინც კლასიკა.
ეხა ფილემინიოზე რა უნდა გავითვალისწინოთ? ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ ადგილობრივი საქოლის სუკი არის, ძირითადად მოდის ხოლმე წვრილი და უნდა ვეცადოთ, რომ ცოტა მსხვილი სუკი შევარჩიოთ, რაც ხშირ შემთხვევაში არ არის ხოლმე და სტანდარტიზებული, თუ არა ჩამოაქვთ კიდეც გაყინული და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ცოტა ადრე პერიოდში ეგრე იყო გაყინული, სტაბილურობა უფრო ჯობდა. ეხა დღეს კონკრეტულად არ ვიცი რა მდგომარეობაა, სიმართლე გითხრათ, სუქზე. შეიძლება გამოსწორდა და კაია. ნუ სუკი კარგი იქნება თუ იქნება ცოტა მსხვილი ტიპი და არ იქნება წვრილი და არის დამუშავებული, არის დაუმუშავებელი, ხო, თუ დასამუშავებელი მოდის, მოყვება მას დამატებითი კუნთი, რასაც ჩვენ ვეძახით ხოლმე ვაშლას. იდეაში ხო ეგრე ქვია, იაბლოჭკა და ესეც იდეაში სუკის ნაწილია და შედარებით რბილი ხორცი არის, მაგალითად სხვა ხორცებთან შედარებით, მაგრამ თლათ ისეთი ნაზი არ არის, როგორც თვითონ კონკრეტული სუკი. ოდნავ მაგარია რა. მაგრამ ესეც ჩვეულებრივად შეგიძლიათ გამოიყენოთ. უფრო ეს შეიძლება ვთქვათ დაიჭრას წვრილად და სტეიქ სალატში გამოიყენოთ ან სტეიქ სენდვიჩში გამოიყენოთ ან თუნდაც შეწვათ медальоны, ხო? გასუფთავების შემთხვევაში აქ მნიშვნელოვანი არის, რომ აპკი ძალიან თხლად ავაცალოთ. და რაც რჩება, აი, წვრილმანები, ამას ნუ იყენებ უკვე ქოსთი, რომ მინიმუმ დაწიო, ან სალატში, ან სენდვიჩში, ხო? ეგ არის და ეგ. ეხა ტემპერატურებზეც ვიტყვი ორ სიტყვას, ვიტყვი კიდე სხვა სტეიკებზე. უბრალოდ კონკრეტულად სტეიკებზე ეს არის ჩვენთან ყველაზე გავრცელებული რაც არის რიბაი, ხო? ძვალზე შეიძლება იყოს ბონინ, ბონლეს, ხო? ანუ იყოს ძვლიანი რიბაი, შეიძლება იყოს ტომაჰავკი, შეიძლება იყოს თქვათ ძვლის გარეშე, არის ასევე ტიბონ სტეიკი. ესეთი ტასო თუ შეგიმჩნევიათ ხორცი რო არის. ნუ სხვადასხვა ნაწილები არის, მაგრამ აქ ხა მთავარი არის რა მომზადების ტექნიკა და ორიოდე სიტყვა დავარგებაზე თქვათ. დავარგება ნიშნავს ხორცის დავარგება, ნიშნავს რაღაც ტერმინები არსებობს რა, დასვენება, დავარგება, რაღაც ტერმინები არსებობს ხორცთან მიმართებაში და ამას გაგიმარტოთ ხა. დავარგება ნიშნავს დამწიფებას იგივე, რაც გულისხმობს ხორცის გამოშრობას, მომზადებას სპეციალურ ტემპერატურაზე, სპეციალურ მაცივარში, რაც გულისხმობს, ეს შეიძლება იყოს ნაჭრებად, შეიძლება იყოს დიდი მთლიანი ხორცები, რაც გულისხმობს იმას, რომ მთლიანი კედლები მაცივრის, კონკრეტული მაცივრი, სადაც ეს ხორცი მწიფდება, არის მთლიანად მარილის შემადგენლობით, როგორც ასე ჰიმალაის მარილია ხოლმე და აქ მინიმუმ 21 დღიდან იწყება ნორმალური, ვთქვათ, რიბაის სტეიკის დაძველების დრო. ნუ და შემდეგ უფრო გამოდის ხორცი უფრო ესეთი მწიფე, უფრო ნაზიც და ბევრად უფრო არომატული. როდესაც ხორცი არის დამწიფებული. ხო? ეს არის ერთ-ერთი მომზადების ნუ ეს მთლიანად მზად არ არის, ხო? გასაგები არის გამომშრალი, არის ასევე სახლის პირობებში შეგიძლიათ, რომ იცით რა ქნათ, მაგალითად პერგამენტი რო არის, მაგ პერგამენტს შორის მოათავსოთ ხორცი, უკვე დაჭრილი სტეიკი და მაცივარში დატოვოთ გარკვეული პერიოდი, თქვათ 2-3 დღე და შემდეგ მიირთვათ უფრო იქნება სასიამოვნო გემოსი. ტემპერატურებს რაც შეეხება და მომზადების ტექნიკას. ესე იგი, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაცივრიდან გამოვიღე ხორცი და შევწვი პირდაპირ არ შეიძლება დაახლოებით 40 წუთი 1 საათი რეკომენდირებულია, რომ ოთახის ტემპერატურაზე გააჩნია ოთახსაც, მაგრამ ნუ საშუალო ტემპერატურაზე თუ ძალიან ცხელა მაგდენი არა.
რატომ? იმიტომ რომ დარბილდეს ხორცი არ იყოს პირდაპირ ცივი ფორები, დარბილდეს და მარტივად მომზადდეს. ეს ერთი მნიშვნელოვანი რაც არის რომ ტემპერატურა იყოს თბილი შედარებით და არა ცივი. მეორე, რაც უნდა გავითვალისწინოთ, ხო, სანელებლებზე და შეზავებაზე არ ვილაპარაკებ ბევრს. არის რომ სტეიქს თავიდან აყრიან მარილს და არის რომ მერე აყრიან, როგორც წესი უფრო მერე შემწვარს რო აყრი, უფრო კლასიკური ვარიანტია, თუმცა მე ორივენაირად მომწონს. მიმდინარეობს შემდეგ რა, დაბეჭდვის პროცესი. არ აქვს მნიშვნელობა ფილე მინიონი იქნება, შატობრიანი, რიბაი სტეიკი თუ ტიბონი თუ ტომაჰავკი იქნება თუ სტრიპლოინი თუ რაც იქნება. ყველა ნებისმიერი ხორცი უნდა დაიბეჭდოს. ეხლა ეს დაბეჭდვის ტერმინი რა არის? ხორცი მაგალითად ვამზადებ ჯოსპერში, ან ტაფაზე, ან გრილზე. ერთ მხარეს რომ დავდებთ, არ უნდა ავიღოთ იმდენი ხანი, სანამ კარგად არ მოიბრაწება. აი რომ კარგად რომ მოიბრაწება, ამას ნიშნავს დაბეჭდვა. მეორე მხარეს მე გადმოატრიალებ, ესე ხო იზავს. ცოტა ხანი უნდა აწადო და კარგად რომ დაიბრაწება ორივე მხარეს, მე შეგიძლია რომ რამოდენიმეჯერ კიდე გადაატრიალო, გადმოატრიალო. თუ ვთქვათ, ამზადებ ტაფაზე და მაგალითად სუკის ნაჭერი გაქვს ცოტა მსუქანა და გინდა რომ მოამზადო medium well-ი, ვთქვათ, და შეიძლება ტაფაზე ვერ დაასრულო, აი ამას ვიყენებთ აი ამ ტექნიკას, ვბეჭდავთ აუცილებლად და შემდეგ ვათავსებთ ღუმელში, ხო? რომ შიგნიდან მომზადეს. პირდაპირ ღუმელში ამიტომ არ შეიძლება რომ ფორები გარედან რაც აქვს, უნდა მოიბრაწოს, რაც შემდეგ აძლევს ტემპერატურის შენარჩუნების საშუალებას და მთელი წვენის რჩევა შიგნით. შენ თუ პირდაპირ ანუ არ მობრაწე და დააწყებინე ტრიალი, არ შეიკვრება გარეთ ფორები და დარჩება წვენი გამოსული. იგივე არის პრინციპში მწვაძეც რა. უნდა აცადო რომ კარგად დაიბრაწოს და მე გადაატრიალო. მე ამდენიც კი ნაატრიალე. ხო, მწვაძე ბევრს არ შევჩერდები. სტეიქზე გავაგზავნებ, ესე იგი ტემპერატურებს რაც შეეხება რა. ესე იგი ყველაზე კარგად მომზადებული რაც არის well done, რასაც ეძახიან well done, ხო? ეს არის 70 გრადუსი ტემპერატურა, შიდა ტემპერატურა. გააჩნია კიდე ხორცის ნაჭერს რა, ზოგადად ეხა რა გრადუსებსაც ჩამოვთვლი. მე მარტივად მიყვარს ხოლმე დამახსოვრება. იქ არის პლუს მინუს 1-2 გრადუსი, მაგრამ ეხა როგორც აგიხსნით, ესე დაიმახსოვრე და გემახსოვრება მთელი შენი ცხოვრება. ხო არის დონეები. well done, რაც იცი, მაგის მერე მოყვება medium well done, მაგის მერე მოდის medium-ი, ხო, მომყვები? medium-ის მერე რა მოდის? მართალი ხარ. medium rare-ი და ბოლოში არის blue rare-ი რა. blue rare-ი არის უკვე ყველაზე ნაკლებად მომზადებული ხორცი. ხო და well done ხო იყო 70 გრადუსი. შიდა ტემპერატურა. მიხვდი ხო, ანუ რომ შეიწובה და გამოიღებ ღუმელიდან შიდა ტემპერატურა შეარჩევ თერმომეტრს 70 გრადუს ცელსიუს დაგიწერს. 5 გრადუსი ჩამოაკელი და ყველა ტემპერატურა იცი უკვე. ზეპირად რო იცოდე, მაგას ვამბობ, თორე არის რომ როგორ არის, აი, მაგალითად, ეხა ჩემი მეთოდით medium-ი გამოდის 60 გრადუსი. მაგრამ სადღაცას რო და ChatGPT-ო ან დაგუგლო, შეიძლება ეწეროს 57, 58, მაგრამ ეგ 2-3 გრადუსი არაფერი არ არის, შენ თუ იმ პრინციპებს გაითვალისწინებ, ეხა კიდე რასაც გავაგზავნებ მე და მომისმენ. თან ეხა თუ გამოიწერ ჩემ არხს და კომენტარს დაწერ, უკეთესი იზნავ და გააზიარებ ამ ვიდეოს. ეხა მომზადების შემდეგ რას ვითვალისწინებ, როცა დაიბეჭდა? დასვენება რა არის, დაუბრუნდით დასვენებას. დასვენება არის, როდესაც შენ უკვე ხორცს შეწვავ. მაგალითად, გინდა შეწვა medium-ზე და ჩვენ ვამბობთ, რომ ჩემი მეთოდით გამოდის 60 გრადუსი, მაგრამ ოდნავ ყოველთვის აკლებ რა მომზადებას. რატო? იმიტომ რომ შენ ცოტა ადრე უნდა გამოიღო ხორცი, რომ დაასვენო.
დასვენება რა არის? ხორცი შეწვის შემდგომ გამოგაქვს და დებ ან სეტკაზე, ან ახლა ფოლგაში მთელი ეს დაგროვილი სითხე რაც აქ გამოდის, ჯერთი ეს სითხე არ მოხვდება თეფშზე, მე უფრო ისვენებს ხორცი და დუმდება და უფრო ნაზი და კარგი საჭმელი არის. აი ამ დასვენების დროს ხორცი ცხელია კიდე, თუ ფოლგაში შეახვიე, მით უმეტეს უფრო ინარჩუნებს ტემპერატურას და შიდა ტემპერატურა ნელ-ნელა იწევს და მზადდება. შესაბამისად, შენ თუ გინდა რომ მედიუმი მიიღო, უნდა გამოიყო ანუ ხორცი მედიუმ რეარი უკვე რო არის და რო იწყებს უკვე მედიუმისკენ გადასვლას, უკვე უნდა გამოიყო. ასევე არის ესეთი პრინციპიც, თუ ვთქვათ რაღაცა დიდი ის არის, რა ქვია, ბევრი შეკვეთა არის ძალიან ხოლმე ალაკარტზე. ესენი ვთქვი მე მგონი, ხო, ალაკარტი რა არის? კი, წინა ვიდეოში ვთქვი. მაგალითად, ძალიან ბევრი შეკვეთა, აკეთებენ კიდეც ესე, რომ ვთქვათ, აი ესე მედიუმია შეკვეთა, მედიუმ რეარს გამოიღებ, დაასვენებ და მე გაშვების წინ, აი სანამ უკვე გაუშვებ, ერთი ცს კიდე გავუკეთებ გრილზე, რომ უცებ ერთი გაცხელდეს. ანუ დასვენებულია, მაგრამ უკვე აცხელებ რა, ანუ ღუმელში უცებ ძალიან მაღალ ტემპერატურაზე, რომ გაცხელდეს, მაგრამ შიდა ტემპერატურა უკვე რჩება იგივე. ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ უცებ უშვებ. აქ კიდე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ახლა ზოგადად ცხელი კერძი, როცა სტეიკზე ვსაუბრობთ, მით უმეტეს აუცილებელი არის, რომ იყოს თეფში, ცხელი ცივ თეფში არ გადის არასდროს სტეიკი. დაახლოებით 45-60 გრადუსამდე თუ იქნება უკეთესი, გაცხელებული თვითონ თეფში, სადაც აცხელებ, მაგალითად hotbox-ში თუ აცხელებ, ხო, ცხელი თეფშების ყუთში. და ეგ არის და ეგ ძალიან გრძელი ვიდეო რო არ გამოვიდეს, ესე იგი მთავარი პრინციპები სტეიკის მომზადების დროს ეგ არის, რომ ვიცოდეთ ტემპერატურები, ხო, ეს თითებზე არის კიდე, მაგრამ დიდად თითები მაინც გატყუებს ხოლმე, იმიტომ რომ ზოგი ხორცი სხვადასხვა გვარი არის, ანუ რაც უფრო მაგარი არის, ესე არის ისა, უფრო კარგად მომზადებული, ეს არის ველდანი რა. ანუ ხორცს რო თიც დააწვევი, სიმაგრის მიხედვით ხვდები, მოკლედ რო აგიხსნა რა დონეზეა მომზადებული. რაც უფრო მაგარია ხორცი, თავიდან რო წვავ ხორბილია, რაც უფრო მაგარია ხორცი, ესე იგი უფრო კარგად არის მომზადებული. ანუ ველდანი ყველაზე მაგარი არის ხორცი. ამიტომ არის ხოლმე კიდე იცი რა, აი დილეტანტ კულინარებს ეშლებათ ხოლმე უფრო რომ დიდი ხანი წვავენ, რომ გონიათ, რომ უფრო აი კარგად შეიბრაწება და უფრო დარბილდება პირიქით, ანუ რაც უფრო მაგრდება და უფრო წვავ, მე ანუ უფრო მაგრდება და უფრო რთული დასაღები არის. ხო? გაითვალისწინეთ ის, რომ ეს დონეები არ მოქმედებს ქათმის ხორცზე და ვორის ხორცზე. ხო? ანუ წითელ ხორცზე ძირითადად დონეები მოქმედებს გულისხმობს შეიძლება მირთმევა და ქათმის მირთმევა არ შეიძლება ქათმის ხორცის დონეების მიხედვით. უნდა იყოს აუცილებლად კარგად მომზადებული. ასევე არის ღორის ხორციც. ნუ გამონაკლისი არის იბერიკო ქვია თუ სწორად მახსოვს. ღორის ჯიში არის ესეთი, მაგრამ იმას მუქი ხორცი აქვს და მაგით. ხო, ეგ არის და ეგ რა, მოკლედ მაინც რაღაცა ინფორმატიული ვიდეო გამოვიდა. იმედი მაქვს რაღაცა ახალი გაიგე, ისწავლე, რაც ვერ თქვათ მოგაწოდე ინფორმაცია და თუ რამე კითხვა გაგიჩნდება, შეგიძლია დამიკომენტარო და აუცილებლად გიპასუხებ და გამოიწერე კიდე ჩემი არხი. მადლობთ.